ეხლა შეკვა მიდის ჩემი ინკუბატორში. შე დაბადებულები არიან, ნახეთ ჭყივიან. აი, გავაგებ და დაგანახეთ. ეს არის ჩემი ახალი დაბადებულები. აი ეს არის ახალი თაობა. დიაკონაშვილების ოჯახში დოლია, მწყრის 800 ჩოჩორი ინკუბატორში 2 დღის განმავლობაში იჩეკებოდა. ქათმისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენლები, რომლებიც მეპატრონეს ინკუბატორიდან ფერმაში ახლა გადახავს, თვენახევარში კვერცხის მდებელ დედებად იქცევიან. ფრინველს უფრო ნაკლები 35 დღე უნდა იმისთვის, რომ მწყრის წონამ 150 გრამს მიაღწიოს და მისი დაგემოვნებაც შესაძლებელი გახდეს. 10 დღე იკვლება. მე 10 დღე კიდევ დასვენება გვაქვს, მე იკვლევ. აი ახლა დღეს მაგალითად დაკვლა მაქვს. საღამოზე უნდა დაკვლათ 80 სალი და ხვალ ვამთავროთ დაკვლას კიდევ 80. 160 სალი მწყერი გვაქვს კიდევ დასაკვირვებლად. დღეში 80-100 სალს ვკლავთ. წყრის ფერმა ახალციხეში ასპინძის ქუჩაზე მდებარეობს. ფრინველის მოშენების იდეა დიაკონაშვილების ოჯახში 1 წლის წინ გაჩნდა. ვეფხია დიაკონაშვილს დაახლოებით 3 თვე დაჭირდა, რომ 18 კვადრატული მეტრი ფართის შენობა აეგო და გალიები საკუთარი ხელით დაემზადებინა. თავდაპირველად ინკუბატორი შეიძინეს და საოჯახო ბიზნესი 8 თვის წინ 1000 კვერცხის გამოჩეკით დაიწყეს. ამბობს, რომ წყრის ბიზნესი მომგებიანია. ხარჯს რეალიზაციიდან შემოსული თანხის მხოლოდ ნახევარი შეადგენს. ამჟამად მათ ფერმაში 2500 მწყერი ბინადრობს. ძალიან ბევრ ავადმყოფობას საერთოდ არ ეკარებს. აი ფრინველის გრიპი რო იყო, ამას არ შეხვდა. ყველას შეხვდა ფრინველებიდან ამასა. რატო? საკუთარ ტემპერატურას ატარებს 40-დან 44 გრადუსამდე. მე აქ არაფერი არ მაქვს, თვითონ ათბობს თავის თავს. ფერმერის თქმით, ბაზარი არც თუ კონკურენტუნარიანია. დიაკონაშვილების ფერმის მწყრის ხორცი და კვერცხი ახალციხის ფარგლებს გასცდა და მისი რეალიზაცია საქართველოს სხვა ქალაქებში ხდება. დაკლული და გასუფთავებული მწყრის ფასი მაქსიმუმ 2 ლარნახევარია. მისი კვერცხი კი საშუალოდ 15-20 თეთრი ღირს. მწყრის მოვლა რთული არაა, თუმცა ფერმერი ამბობს, რომ მისი ბინადრები მუდმივ ყურადღებას საჭიროებენ. ფრინველს საათობრივად ყვებავენ. განსხვავებულია კვერცხის მდებლების, ახალდაბადებულების და მოზარდების მენიუ. მაღაზიებს მიაქვთ, ქორწილებში მიაქვთ, დღეობებში მიაქვთ, დაბადების დღეებზე მიაქვთ. ვეფხია დიაკონაშვილი იმ უპირატესობებზე საუბრობს, რაც მწყრის ხორცს და კვერცხს ახასიათებს. ფერმერი ამბობს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქციით მოსახლეობა თანდათან ინტერესდება. დიაკონაშვილი ირწმუნება, რომ მწყერი საქართველოსგან განსხვავებით, როგორც ევროპის და ამერიკის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარული და ძვირი დელიკატესია. და ეს არის მანჯურიული. ძალიან სასარგებლოა, ჩემო კარგო, ძალიან მოსახლეობას ურჩევ, რომ თავის ბავშვებსაც მიაწოდონ. მაგალითად, ჩემ შვილის მე 3 შვილიშვილი მყავს, 3-ვე ჩემი შვილიშვილი მწყერის კვერცხით გავზარდეთ. ნერვიული სისტემის დამაწყნარებელია, სისხლძარღვთა მოძრაობის. თავის მას რომ ადამიანი ცვივა იმას შველის, მხედველობას დაკარგვისას აჩერებს. აი სახეზე რო ისენი აქერცვლა რამე ხსნის. დიაკონაშვილებმა საოჯახო ბიზნესის გაფართოვება გადაწყვიტეს და სახელმწიფო პროგრამა აწარმოეს საქართველოში ჩაერთვნენ. სამაპიროვნებამ ამხანაგობამ წყერის სახლი დააფუძნა და გრანტის სახით 15000 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით აპირებენ, რომ უფრო დიდი ზომის ფერმა ქალაქის გარეთ ააშენონ, სადაც კვერცხის მდებელთა და დასაკლავი ფრინველების რაოდენობა გაორმაგდება. დიაკონაშვილები ფრინველის საკვების წარმოებაზეც ფიქრობენ. წყრის სახლში ხოხბები, თუთიყუშები, სირაქლემები და ფარშევანგებიც გამოიჩეკებიან. მე მყავს 300 კვერცხისმდებელი, მინდა რომ გავხადო 500, იმიტომ რომ მოთხოვნილება იზრდება და ჩვენი გეგმა უნდა ავიდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს ჩემპიონები, უნდა გვყავდეს 10000 კვერცხისმდებელი. ხოხობი გვინდა, ციცარი გვინდა. ჩვენ მომავალში აუცილებლად ფარშევანგზე მაინტერესებს ძალიან, სირაქლემას კვერცხებიც გვინდა და თუთიყუშებს და იმებსაც გამოვაჩენთ. თითქმის ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ფერმაში ფრინველის მოვლა პატრონობაზე ფუნქციები ოჯახის ყველა წევრს აქ გადანაწილებული. მათ გარდა მწყრის სარეალიზაციოდ გამზადებაში 5 ქალბატონია ჩართული. გაფართოვების შემდეგ ვეფხია დიაკონაშვილი ფიქრობს, რომ მწყერის სახლში 20-მდე პირს დაასაქმებს. ერთი შეგვიძლია ყველაფრით ვეხმაროთ, საჭმლის დაყრა, ინკუბატორიდან გამოყვანა წიწილების, თუ რა შეგვიძლია გაპუტვა. სარისკო არის, რა მოვლა უნდა იცოდე, რა როგორ უნდა გააკეთო. შრომატევადი საქმე, თუ მიყვები და 24 საათი აქ იქნები, მომგებიანია. გაფართოვების შემდეგ ვეფხია დიაკონაშვილი მწყრის ხორცისა და მისი კვერცხის ბრენდირებას აპირებს. ფერმერი ევროპის ბაზრის ათვისებაზეც ფიქრობს. ამჟამად 3000-მდე კვერცხი აქვს, რომლის რეალიზებასაც როგორც ახალციხეში, ისე სხვა ქალაქებში ახდენს.